მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე ჩავწერე ძალიან საინტერესო თემა, საკითხი არის, ყველას გვაინტერესებს თუ რა არის სულის კიბო, საიდან მოდის, შეუძლია თუ არა ღმერთს რომ წაიკითხოს ჩვენი აზრები, ფიქრები, შეუძლია თუ არა ეშმაკს რომ წაიკითხოს ჩვენი აზრები, ფიქრები, ხო სინანულზე იქნება საუბარი, ლოცვაზე, ცოდვებზე, ხო? ასევე რა გველოდება ჩვენ, როდესაც გარდავიცვლებით, ხო? წმინდა მამები რას ამბობენ, რომ როდესაც გარდავიცვლებით, რა იქნება ჩვენს მიმართ ყველაზე მთავარი კითხვა, ასევე განკითხვა, შფოთვები და ასე შემდეგ, მოკლედ ყველას გირჩევთ რომ მოусმინოთ და აქვე მინდა გთხოვოთ ძალიან რომ გააზიაროთ ვიდეო, გამოიწეროთ და მოიწონოთ თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა. აბა გაიხარეთ და დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაძისა და დაწმინდისა სულისათა. ბიბლია ყოველ დღე მშვიდობა და ღვთის მადლი თქვენ და თქვენ საალს. დღევანდელი თემა არის განკითხვა, ეს მართლაც საშინელი ცოდვაა, ვთქვათ, სულის კიბოა და ჩვენ მოკლედ ვისაუბრებთ დღეს ამასთან დაკავშირებით. განკითხვა და მისი, ესე ვთქვათ, ფესვები, ხო? ადამიანის გულს მხოლოდ ღმერთი ხედავს, ხო? შეუძლია წაკითხვა, ასე ვთქვათ, ჩვენი ფიქრების, აზრების, ხო? ჩვენ ვიცით ეს ახარებიდანაც, ხო? ჩვენ ხშირად მეგობრებო სხვას შემთხვევით რაღაც ნიშნის მიხედვით ვაფასებთ, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში გარეგნულად, ხო, და ვქმნით მის სახეს, ხო? ან ვაქებთ, ან აღფრთოვანებით ვუყურებთ, ხო? ან ვკიცხავთ, ან გმობთ, ან ესე იგი კიდე სხვა უარესაც ფიქრობთ მასზე და ასე შემდეგ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს არასწორია. წმინდა ეფრემ ასური ამბობს, უკეთესია საკუთარი შეცდომები გახსოვდეს, ვიდრე სხვისი. აი მახსენდება ასეთი ერთ-ერთი რომელ წმინდა მამას აქვს ნათქვამი, ხო აღარ მახსოვს და ერთ-ერთი წმინდა მამა ასე ამბობს, რომ ადამიანო შენ როდესაც ესე იგი გარდაიცვლები, იქ არ კითხავს შენ ქრისტე, აი თქვათ შენმა მეზობელმა რა გააკეთა, ან შენმა თანამშრომელმა, მეგობარმა, ნათესავმა, თუნდაც ოჯახის წევრმა, აი შენ კითხავს, შენ რა გააკეთე, იყავი თუ არა შენ მოწყალე, ქონდა თუ არა შენ გულწრფელი სიყვარული, ესე იგი იყავი თუ არა ესე იგი შენ ერთგული, ხო, ქრისტეს მიმართ, მისი ცნებების მიმართ, დადიოდი თუ არა ეწირვალოსვას ესწრებოდი, აკეთებდი თუ არა კეთილ საქმეს, ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ მთავარი სიტყვა ეს არის, რომ შენ კითხავს და არა სხვას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენი ცოდვები. ეხლა ისე გვახსოვდეს კი არა, რომ ესე იგი როგორც იუდა სასოწარკვეთილებად ჩავარდა, ჯვარი უწერია ყველას. არა, უნდა გვახსოვდეს, ხო, აი როგორც თქვა, მაგალითად სიკვდილი უნდა გარდაცვალება უნდა გვახსოვდეს, სხვადასხვა სიკვდილი გადაცვალება შემოვიდა ჩვენ ადამი და ევას ცოდვის დაცემის შედეგად. შემოვიდა ესე იგი სიკვდილიანობა, სიკვდილი, შემოვიდა ვნება, შემოვიდა ხრწნადობა, ხო? და ამიტომ ყოველთვის უნდა ჩვენ ეს გვახსოვდეს, ხო? არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანები, თქვათ ესე ვთქვათ, ორ ჯგუფად იყოფიან, აი წმინდანებად და ცოდვილებად, ხო? ყველა ადამიანი ცოდვილია. ქრისტე ყველასთვის მოკვდა. მე მოვედი ცოდვილთა და არა მართალთაო, გახსოვთ ქრისტეს ახარებაში ბრძანებს. და ცოდვილები, ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ. და ვინ არის მართალი? მართალი არავინ არ არის. და ვინც ფიქრობს, რომ მართალი ვარო, ესე იგი მისთვის
ქრისტე არ მოსულა, არ ელნო და არ აიღო მისი, ესე ვთქვათ, მისი ცოდვები. მაშინ კარგად ყოფილა მისი საქმე. თუ ეს ასე ფიქრობს ნამდვილად. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ყველა ცოდვილები ვართ ჩვენ ადამიანები, ვართ სუსტები, მაგრამ ეს იმის საწინდარი, ესე ვთქვათ, არ უნდა იყოს წინაპირობა, გნებავთ, რომ აი ესე იგი მე სუსტი ვარ ადამიანი, ესე იგი ვარ და აი არ შემიძლია, აი სუსტი ვარ და წავალ ჭამ, სვავ, ვიგულავებ, ესე იგი ყველა შევწოდა, ყველაფერს გავაკეთებ და ბოლოს მოვიდანები, იმიტომ რომ მამა ხო მოსიყვარული ღმერთი ხო მოსიყვარული მამა ის ხო შემინდებს, მაპატიებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ჯვარი ვწერია სუყურას, როდის გაგვიყვანს უფალი ამ ქვეყნად, ხო ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ჩვენთვის ესე ვთქვათ პირადი აპოკალიფსი. ხო არსებობს ორი ეს აპოკალიფსი, რომელიც მეორედ მოსვლა იქნება, მეორეჯერ მოვა უფალი იესო ქრისტე, მაგრამ ამჯერად მთელი თავისი დიდებით და ესე ვთქვათ, დავარქვა პირადი აპოკალიფსი, როდესაც შენ, თქვათ, გარდაიცვლები და შეხვდები, ესე იგი, უფალს, ხო? აი როგორც გახსოვთ ის რო არის რუსული ფილმი რო არის კუნძული, იქ რო საუბრობს ის მამა ანატოლი, რომ გარდაცვალება კი არ არისო, ესე იგი საშიშია, საშიში ეს არისო უფალთან შეხვედრაო, აი. ანუ განკითხვა ეს არის საშინელება. ნახეთ, ხო და გავაგრძელოთ ჩვენი თემა, ნახეთ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რადგან ყველასთან სიყვარულით ესე ვთქვით მოეკიდა, ხო? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თუ სხვას განსჯი, შენს ცოდვილში ხარ, რადგან შენს ისეთი ცოდვილი ხარ, როგორც ის. მეგობრებო, უფალი იესო ქრისტე გვასწავლით ჩვენ, ხო, მაცხოვარი, რომ ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ თქვენ, მათე სახარება მეშვიდე თავი პირველი მუხლი. ესე იგი, რატომ და ესე იგი მთელი ფილოსოფია, მათემატიკა, კიდე რაღაცა სხვა, ხო? უფალი გვეუბნება მარტივად, ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო. მიუტევე, თუ გინდა რომ შენს უფალმა მოგიწევოს და გაპატიოს. ხოლო ოღონდ ისე არ უნდა მიუტევოთ, აი მე შენ გაპატიე და ესე იგი მე რო არა, უნდა გულით მიუტევოთ. ყოველ შემთხვევაში თუ არ შეგიძლია ხა ჩვენ მართლა ადამიანები შეიძლება ისეთი რაღაც გაიგეთოს ადამიანმა, რომ ესე იგი მაგრამ აკი უფალი ამბობს აქ უფრო ნახეთ, შეიყვარეთ თქვენი მტრებიო და ვინც თქვენ წყევლითო დალოცეთო. წარმოიდგინეთ, ეს ხო პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო პრაქტიკულად და აი წარმოიდგინეთ, წმინდა მამები ასე გვასწავლიან, რომ თუ ესე იგი შენ არ შეგიძლია ილოცო მტელსიო, ანუ ცუდი მაინც არ ეფიქრო გულშიო. და ეს რაღაცნაირად ესე იგი ოდნავ მაინც მიახლოებს ესე იგი ამ ცნებასთან, ხო? თუ არ გმოვთ სხვა ადვილია ყველა სიყვარული, ხო? მტრებიც აღარ გვეყოლება, ანუ რაც ყველას ისევ აი ნახავთ რა ეს აი თქვენ თვითონ იგრძნობთ რა. ეხლა ძალიან ძნელია რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ჩვენ ყოველდღიურ ცოდვებში ჩავდივართ, მართლაც სუსტები ვართ ადამიანები, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც გვეზარება დილით ადგომა, ესე იგი ლოცვა რომ თქვა, დილის ლოცვა, ფსალმუნები წავიკითხოთ. ანუ არ შეიძლება ეს ამას შინაგანი ნგრევა მოყვება. შეიძლება იმ მომენტში არა, შეიძლება ხვალზე გეტყვილაში, ორ თვეში, ერთ თვეში არა, მაგრამ ნამდვილად მოყვება მერწმუნეთ რა. ჩვენ ყოველდღე ხვდებით განკითხვას, ხშირად ამას შეუმჩნევლად ვაკეთებ და უკვე ისე ხშირად ვაკეთებ, რომ ეს უკვე აღარც ვიცი, ეს უკვე ესე იგი ესე თქვა ტრადიციულად არის და აღარც გონია რომ ეს ცოდვა არის. და ამასობაში რა საშინელი ცოდვა, მე ამას ესე იგი სულის კიბოს ვეძახდით, ხო? მაგრამ ის ზიანს აყენებს სხვას და საკუთარ სულსაც. წმინდა აბა დოროთი ამბობს, არაფერი ისე არ არადგურებს სულს, როგორც სხვისი განსჯა. აქვე მინდა მოგიყვეთ ესე იგი ადამიანო შენ შეიძლება ნახე, აი შეიძლება პლანეტის, რა ვიცი, უკანასკნელი ადამიანი იყოს, ხო?
და ესე იგი შენ მას განიკითხავ ეს ესეთია ასეთია ეს როგორ შეიძლება ის მოკლედ რა ხო ხდებით განკითხვა რაც არის და მაგრამ იმ ადამიანმა ბოლოს აი გახდეს შეიძლება 75 80 85-ის რა ვიცი 88 წლის ხო და წელს რომ მიაღწიოს იმას შეიძლება ისე მოინანიოს და ესეთი სინანული გულწრფელი კონდეს ესეთი ნაყოფი გამოიღოს ხო რომ უფალი ქრისტე შეიწირავს მის სინანულს ხო დააპატიებს და მეტიც შეიძლება და მე შენ სად მიდიხარ შენი განკითხვით აი რა საშინელებაა ხო ანუ განკითხვით ვქნით ჩვენ ბრაზს სიამაყეს ბოროტებას უსიყვარულობას სინანულის ნაკლებობას საკუთარ თავზე ნებათქმის სიწყნარეს რაღაც ხიბში ვართ ხო სხვების მიმართ კაც დამოკიდებულებას ხო აი წმინდა სილვან ათონელი ამბობს რომ სხვის განსჯა ნიშნავს რომ სიყვარული დაკარგე განკითხვა მეგობრებო ქრება ხო აი ქრება როცა ნახეთ აი განკითხვა როცა ესე იგი განკითხვა ქრება როცა გვახსოვს რომ ყველანი ესე იგი ვალში ვართ უფლის წინაშე აი ხედავთ მაშინ ქრება განკითხვა თუ სხვას არ ვაპატიებთ ხო თქვათ პატიობთ ხო ეს ნიშნავს რომ დავივიწყეთ ღვთის მოწყალება ხშირად ასე ვიქცევით ხო ჯერ აღფრთოვანებულნი ვართ ადამიანით მხოლოდ კაცს ვხედავთ მაშინ თუ ერთხელ შეცდა ხო მაშინვე ვიწყეთ მის განკითხვას მაგრამ ეს შეცდომაა დიდი ხო შეცდომის უკან ხშირად ორი აზრი დგას ხო ნახეთ ორი აზრი დგას პირველი მე უცოდველი ვარ მეორე ის ვინც მიყვარდა უცოდველია მაგრამ სინამდვილეში ყველანი ვწოდავთ ხო ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ კარგ ადამიანსაც შეცდომა მოეძალება ხო ანუ ეხლა ნახეთ ქრისტიანის ზოგადად დამოკიდებულება მოყვასისადმი ეს ქრისტიანისთვის მთავარი წესი მეგობრებო ყოველთვის არის აპატიო და დაივიწყო ჩვენს მუდამ საჭიროებთ შენდობას ხო ადამიანი რომელშიც კარგ თვისებებს ვხედავდით მაინც ინახავს ამ სიკეთეს ხო მიუხედავად შეცდომებისა წმინდა ისააკ ასური ამბობს ვისაც ჭეშმარიტი სიყვარული აქვს ის არ განიკითხავს არამედ დაფარავს ძმის შეცდომას და თავისთვის თხოვს შენდობას ან და მარხვაში რაშოშია მარხვაში ან და ისე მაგრამ არა მარხვაში განკითხვა ეს საშინელებაა მეგობრო დავამახსოვროთ რა ანუ მოვჩი ჩვენ და პატარა დაცკვნასავით მინდა ვთქვა ორი სიტყვით რომ იყოთ ერთმანეთის მიმართ უფრო შემწყნარებელნი სიყვარული და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს მეგობრებო რა დარჩა ხო ეს ცხოვრება რა არის ხო თქვენ თვითონ ხედავთ დრო როგორც შემოკლებულია ესე იგი წლები ამის არის გადის როგორც თვეები და თვეები როგორც კვირა გადის და კვირაები გადის როგორც დღეები დღეზე და კვირაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი ესე იგი ისე მიფრინავს რომ ესე იგი აზე ვერ მოსულვარ რა და რო დაინახვა ეს galaktikები ეს მეგავარსკვლავები და ესე იგი მზე და ეს საერთოდ მზე რა არის ჯერ მასთან შედარებით და მე აი ეს მთელი სამყარო ხო galaktikები მეგა ხო ვარ და მე ჩვენ პლანეტა რა ვარ დედამიწა და მე ჩვენ რა ვარ და მე ჩვენი პრობლემები რა არის წარმოიდგინეთ რომ გადახედო ამას ხო ერთი წამით ესე თქვა და ეს ზემოდან რომ გადახედო ხო და უფლის გარეშე არაფერი არ გამოვა ხო ჩემი აკი ამობს კიდევაც უფალი რომ ჩემ გარეშე არაფერს კეთება არ შეგიძლიათ ამიტომ ნუ განვიკითხავთ გვიყვარდეს ერთმანეთი ყველა წენა და სიძნელე პატარა მარადილობის წინაშეა ხო როგორც წმინდა ანტონი დიდი ამბობს მეგობრებო ნუ უყურებს სხვების შეცდომებს გაიხსენე რომ თვითონ ხრწნადი ხარ თუ ასე ვიცხოვრებთ განკითხვა ჩვენში გაქრება მეგობრებო და ცხოვრება სიყვარული და სითბოთი ახსილი იქნება სითბოთი და მე მერწმუნეთ რა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ისეთი სიხარული შემოვა ისეთი რაღაცა კარგი მოხდება აი მერწმუნეთ რა რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ რა შეგეწიოთ ღმერთმა და მოგცეთ თავდაბლობა მეტი სიყვარული არ განიკითხოთ და აპატიეთ ერთმანეთს
და გიყვარდეთ ერთმანეთი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.